მოგესალმებით, ჩემო საყვარლებო და კარგებო. დღეს მოვედი თქვენთან ასეთი საჯარო გაშლით, ანუ მინდა განვიხილოთ თქვენთან ის თემა, რომ აი ღირს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელება. Ну, რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ ამ საჯარო გაშლას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვისაც პრობლემები აქვს ურთიერთობაში და ვისაც ყველაფერი იდეალურად აქვს ამ გაშლას არ უნდა უყუროს და საერთოდ მე ვკითხავთ, თუ კი ვინმეს ყველაფერი იდეალურად გაქვს გაშლებს ვაფშე არ უნდა უყუროთ, იმიტომ რომ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ იდეალურ ურთიერთობებს, რომელიც მე ვფიქრობ, არ არსებობს, მაგრამ ასე თუ ისე ნორმალურ ურთიერთობებს, სადაც არ არის პრობლემები, ეგეთ ურთიერთობებში ვინც არის, არ უნდა უყურონ საჯარო გაშლებს, იმიტომ რომ ზოგადად ეს გაშლები იმათვის არის, ვისაც აქვს აი პრობლემები ურთიერთობაში და აინტერესებთ, ну, რა იქნება, ხო? გამოსავალი ამ პრობლემიდან, ხო? და მოკლედ დღეს ესეთი საჯარო გაშლამდე ჩავწერო. იმ ხალხისთვის, ვისაც თქვათ, პრობლემები აქვს ურთიერთობაში, ღირს თუ არა ამ პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელება თქვენთვის. ამისთვის ჩაიფიქროთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე თქვენთვის სასურველი პიროვნების ან თქვენი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა, განვიხილოთ. ღირს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელება. მოდი ვნახოთ, რაღაც ახალი ფორმატით მინდა გავშალო, ну, ახალი რა, ანუ რაღაც სხვანაირად მინდა გავშალო და მოდი ვნახოთ. მოდი. თქვენ ის რა ხდება თქვენ შორის ახლა? ხო, რა ხდება ეს? რა იქნება მომავალში? და ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება ამ პიროვნებასთან. ამ ორ კარტს ესე აქ შევინახავ. აქეთ დავდებ. ვნახოთ, ჯერ განვიხილოთ ეს მდგომარეობა და მოდი ესე ვნახოთ, ფონად რა გვაქვს თქვენი ურთიერთობის თემაში. მოკლედ, დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, რაც თქვენ ურთიერთობაში თქვათ ხდება. რა ვიცი, ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაშია, არ არის დასრულებული. ნებათა ღელვები გაქვთ, მოკლედ, გაბრაზებები, შერიგებები და მიუხედავად ყველაფრისა, რომ შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს ამ ურთიერთობაში, მაინც რაღაცნაირად აი ესე საყვარლად გინდათ მაინც ერთმანეთი და აი აგრძელებთ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ აი დღევანდელი ენერგეტიკა ამ ურთიერთობის კვერთხების პაჟიდან გამომდინარე, ხო, აი გინდათ, არ გინდათ, გინდათ. ხო და აქტიურ ფაზაშია და რა ფორმატითაც მიმდინარეობს, ხო? მოკლედ, ეს არის ჩვენი ფონი. ეხლა ვნახოთ, თქვენ ამოხვედით ხმლების მეფის ენერგიებში, არ ვიცი, მაგრამ აი როგორ ახართ, იცით თქვენ ღმერთმა არქნას ვინმემ გაგაბრაზოთ ზოგადად. დღევანდელი ენერგეტიკა თქვენი იცით როგორი გაბრაზებული ხართ და აი რო ბრაზდებით უკვე ვერე ქალი ხართ, კაცი ხართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცუდი გაბრაზება იცით, აი ძალიან ცუდი გაბრაზება იცით, თითქოს აი რატომღაც მგონია რომ მაინც ქალები უყურებთ ამ გაშლას, ხო? აი ქალები, ვინც ამ გაშლას უყურებთ ახლა, კაცებმა საკუთარ თავზე მიიღეთ, რასაც ვისაუბრებ ახლა. ქალები, ვინც ამ გაშლას უყურებთ, ანუ რეალურად ასე ვთქვათ, მამაკაცურ ენერგიებში უფრო იმყოფებით, ვიდრე ვთქვათ ქალურში, თუნდაც დღესდღეობით ვსაუბრობ, ძალიან ხართ გაბრაზებული. გულში გაქვთ ჩადებული ამ პიროვნებისგან რაღაცეები, რაც შეიძლება გაეკეთებინათ თქვენთან მიმართებაში, ან ეთქვა თქვენთან მიმართებაში, რაც თქვენთვის არასწორი იყო, მიუღებელი იყო და ძალიან გაბრაზებული ხართ, ალბათ რომ შეგეძლოთ და უფლება გქონდეთ, ალბათ თავსაც მოვაჭრდით ამ პიროვნებას, განგმირავდით. მოკლედ დღევანდელი თქვენი ენერგიები არის ესეთი მამაკაცური ენერგიები, რომლის მიხედვითაც თქვენ ხართ ძალიან ნაწყენს აღარ ვიტყოდი, გაბრაზებული ხართ ამ პიროვნებაზე, გაცეცხლებული ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე. და აი ასე მგონია რომ აი თითქოს აი არკანის მიხედვით რატომ მგონია რომ ქალები რომლებიც ამ გაშლას უყურებენ შეიძლება მუშაობდნენ სტრუქტურაში რაღაც ისეთ ორგანოებში სადაც აი თქვა სამართალდაცა ორგანოებში არ ვიცი რატომაც ესეთი რაღაც მომდის რომ თითქოს რაღაც აი ესეთი უნდა იყოს პოლიცია პროკურატურა
ადვოკატი შეიძლება იყოთ, ანუ ენა რო გაქვთ და მახვილი გონება რო გაქვთ, ანუ რა, რო შეგიძლიათ კარგად დასტოინათ, ასე ვთქვათ, დაიცოთ თქვენი საზღვრები და იცით როგორ აუხვიდეთ თუნდაც ნებისმიერ სიტუაციას ცივი გონებით და როგორც ასე ვთქვათ, მამაკაცზე უკეთესად რომ ასრულებთ ყველაფერს ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით, თუ თქვენ ხართ გაბრაზებული ასე ვთქვათ, კარგად უმკლავდებით სიტუაციას, აი ნაღდი მამაკაცივით რა, მოკლედ, აი ესეთი ენერგეტიკული ფონი გაქვთ ახლა თქვენ. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ეს იეროფანტის არკანიდან გამომდინარე, როგორ ენერგეტიკაშია, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზოგადად ისედაც რო იყოს ძალიან ისეთი რაღაცნაირი ტრადიციული პიროვნება არის, მორწმუნე, სხვათა შორის რატომღაც აქ მომდის შესაძლებელია ძალიან აი ესე ვთქვათ ტრადიციებს მიმდევარი მორწმუნე პიროვნება შესაძლებელია დაოჯახებულიც იყოს. ან შეიძლება თანამდებობაზე იჯდეს, ან ორივე დაოჯახებულიც იყოს, თანამდებობაზეც იჯდეს. ანუ საკმაოდ ისეთი პიროვნება არის რა, ანუ შეიძლება უბრალოდ იყოს ასე ვთქვათ იეროფანტის არკანიდან გამომდინარე, აი ვინც მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროებში, ხო, ლექტორი იყოს თუნდაც, აი რა ვიცი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია მეორე ადამიანს კარგი და გამოსადეგი რჩევები მისცეს, ჭკუა დარიგება მისცეს, რაღაცნაირად სწორ გზაზე დააყენოს და აი ესეთი პიროვნება არის, მაგრამ ასევე უნდა გვავიწყდება, რომ იეროფანტის, ანუ ქურუმიკაცის არკანში ზოგადად ენერგეტიკაში ჯდებიან ესეთი პიროვნებები, რომლებიც ასე ვთქვათ ოჯახში იმყოფებიან, არიან დაოჯახებულები, ან თუნდაც შეიძლება იყვნენ დაოჯახებულები და აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები აღებული საკუთარ თავზე, თუნდაც ოჯახის წევრებთან მიმართებაში და ასე ვთქვათ ბავშვებთან, შვილებთან მიმართებაში, თუ ახლა ამჟამად არიან გაშორებულები. რა ხდება ახლა თქვენ შორის და ინახეთ როგორ არის მაგის არკანის მიხედვით ორივე ერთი და მეორეც თქვენზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებაც ხართ ძალიან მანიპულატორი ადამიანები, ხო? აი თითქოს ორივეს გინდათ დომინანტობა ამ ურთიერთობაში, გინდათ რომ ერთსა და მეორესაც გინდათ რომ ორივეს სიტყვებმა აი ესე ვთქვათ გაჭრას თქვენსას აწვევით, ის თავისას აწვება. თქვენ ამ ადამიანთან შედარებით როგორ ხართ, იცით უფრო აფექტური ხართ რა, ეს პიროვნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება შვიდია და აი ამ სიმშვიდესაც გამოყავხართ წყობიდან, თითქოს გირჩევნიათ რომ რაღაცა მითხარი მიპასუხე. რამე გააკეთე, რომ ვიცოდე შენი რეაქცია, რაღაც ესეთი მდგომარეობა გაქვთ ხოლმე და ეს ისეთი მშვიდი, ესეთი წყნარი, აი დასტოინა თავისთვის არის და თქვენ ამაზეც ძალიან მწარდებით. ნუ კი დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, აი ზუსტად ეს გაგიჟებთ თქვენ რეალურად, ხო? რომ აი მისი სიმშვიდესი წყნარი, ხო? აი რაღაცნაირად გაგიჟებთ წყობიდან გამოყავხართ. შეიძლება დღესაც ესეთი მდგომარეობა თქვენს ურთიერთობაში რაღაცა იყო, თქვა თქვენ შორის საუბარი, მოხდა თქვენ შორის საუბარი, რაზეც ამ პიროვნებამ თავი შეიკავათ პასუხის გაცემისგან. და თქვენ ამაზე ასე ვთქვათ გაგიჟდით, გაბრაზდით და წყენა ჩაიდეთ გულში, რომ აი სხვათა შორის თქვენ კარგად რევანჟით შეგიძლიათ რომ აუგოთ ამ პიროვნებას რა, კარგად უსრულებთ ამ პიროვნებას, ვინც ამ გაშლას უყურებთ ახლა. თქვენს მამაკაცებს საკმაოდ კარგად უმკლავდებით მაგ თემიდან გამომდინარეც რა. ხო და დღევანდელ ურთიერთობაში თქვენთან რა ხდება და მანიპულაციური ურთიერთობაა თითქოს რა თქვენ შორის, აბა რომელი მოიგებს, ხო? მაგის არკანიდან გამომდინარე, მოდით ვთქვათ ეს ურთიერთობა თითქოს ერთზე კი არა ზოგადად დამოკიდებული, თითქოს ერთზეც და მეორეზეც არის დამოკიდებული, ხო? გინდა არ გინდა, მოდი ასე ვთქვათ ეს ურთიერთობა დღეს არსებობს, არის და არ არის დასრულებული რეალურად, მაგრამ აი ეს თქვენი ორივეს ძლიერი ხასიათი, რაც თქვენ ორივეს გაქვთ რეალურად, ხო? ერთი თავისებურად ძლიერია, ცოტა გიჟურად ძლიერი, მეორე მშვიდია, მაგრამ მაინც ძლიერია და როგორ არის ერთი მეორეს იწვევთ რაღაც ისეთ საქციელებზე და ისეთ ქცევებს იწვევთ ერთმანეთისას, რომ მე ორივე გიждდებით, მაგრამ თქვენთან შედარებით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას უფრო კარგად შეუძლია თავშეკავებულად შეუძლია ასე ვთქვათ ყოფნა და შვიდად ვთქვათ გადგეს განზე დაალოდოს რაღაც თქვენს გაციებას, ასე ვთქვათ, ოდის დამშვიდდება და მე უფრო კარგად გაარკვევთ მე ხოლმე სიტუაციას, ხო? ახლა მაგის არკანიდან გამომდინარე, რაც ხდება თქვენ შორის დღესდღეობით, ხო? აი რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს ორივეს დამშვიდება გჭირდებათ, რატომღაც უფრო თქვენზე მომდის, რომ თქვენ გჭირდებათ, ცოტა რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ცოტა სახი გონება
გამოიყენოთ ამ ურთიერთობაში, რადგან ასე ვთქვათ, ფსიქიურად მოქცევას და გიჟურად მოქცევას, რა ვიცი, არ ჯობია რომ შვიდად იყოთ და ასე შემდეგ, იმიტომ რატომღაც მგონია, რომ აი იმდენად მძიმე და იმდენად გაბრაზებულ ენერგიებში ხართ, რომ აი ხო გეუბნებით ამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნების სიმშვიდე უფრო გაგიჟებთ, ანუ რამე მაინც რო გითხრათ, ეს გინდათ, ეს არის პიროვნებას დუმს ან თავისთვის არის, იმიტომ რომ იცის რომ რამე რო გითხრათ, რეალურად უნდა მოყვეს ამას უარესი შედეგი. ანუ რა იქნება თქვენ შორის მომავალში და ინახეთ თქვენ შორის მომავალში ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ერთსაც და მეორესაც გაქვთ შიშები, განცდები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წავა თქვენი ურთიერთობა მომავალში, ხო? არადა რეალურად ეხა ურთიერთობა არ არის დასრულებული, ისევ და ისევ ასე ვთქვათ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სრულად აი რაღაც ამ გარკვეული პრობლემებით, ხო? შიშები გაქვთ თქვენ იმასთან დაკავშირებით გაქვთ შიშები, რომ აი ამის ასეთ ხასიათს როგორ განმკლავდებით მომავალში, ეხლა თუ ასე აკეთებს მომავალში რაც გააკეთებს და გახართ და ნერვიულობთ და შიშებში ხართ და აი რა ვიცი განცდებში ხართ, რომ აი რა ეშველება ამ თქვენს ურთიერთობას. ეს პიროვნება კიდე შიშობს იმას, რომ თქვენთან მიმართებაში, რომ თქვენ იმდენად აუღებელი ხასიათი გაქვთ, რომ აი სუკაი ეხლა ასეა და ახლა ასეა და აუდივართ, მაგრამ მომავალში რა იქნება, ხო? აი თქვათ, როცა მოგიწევთ ერთად ყოფნა, თქვათ სამუდამოდ, ხო? აი მომავალში სულ თქვენს ამ გამოხტომებს და იმას, ხო, როგორ გაუძლებს, აი ამას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ხო, და აქედან გამომდინარე, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება, აი ამ ორი არკანიდან გამომდინარე, გეტყვით ასეთ რამეს. მოდი ასე ვთქვათ. ისე იგი თასების რაინდი და პენტაკლების მეფე. თასების რაინდიდან და პენტაკლების მეფიდან გამომდინარე, მოდით ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობას ახლა რო ვთქვათ, რომ არა აქვს ხო პერსპექტივა. მე საუბრობ ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე, ძალიან გთხოვთ, ვიღაცა არ გამომიხტეს, ახლა და ორი მამაკაცი და 700 ვარიანტი და რაღაც არა, ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივაზე ვსაუბრობ. კი ბატონო, არის ამ ურთიერთობაში გაგრძელების პერსპექტივა, თუ იქნებით მეტად დამთმობები ორივე, თუ იქნებით ორივე იმაზე ორიენტირებულები, რომ ურთიერთობა არის ორი ადამიანის შრომა, რომელიც ეს ორი ადამიანი ჩადებს ამ შრომას ამ ურთიერთობაში და აქედან შეიძლება რაღაც გამოვიდეს სტაბილური და კარგი. მიეცით უფლება მამაკაცს, რომ თვითონ იყოს წამყვან, მესმისო ძლიერი ქალები ხართ, ნახეთ. ურთიერთობის პერსპექტივა გაინტერესებთ ხომ? მე ვფიქრობ, რომ ქალები მიყურებენ მამაკაცური ენერგიებით ამ გაშლას, მაგრამ გეტყვით ასეთ რამეს, ქალებო, ქალბატონებო, მიეცით შანსი ამ კაცო იყოს წამყვანი ამ ურთიერთობაში და უთმეთ რაღაცებში, რომ მე მან თავადაც ნახოს ეს თქვენი მდგომარეობა მის მიმართ და თავადაც წამოვიდეს დათმობებზე. აი ესეთ რამეს ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენ გაინტერესებთ, აი უფრო ესეთ რამეს ვიტყვი, დაოჯახებულს მე აქ უფრო არ ვიტყოდი, უფრო ვიტყოდი ტრადიციების მიმდევარია, რომელიცთვისაც ქალი არის ქალის ადგილას, კაცი არის კაცი. აი ზუსტად ტრადიციებზე ვსაუბრობ, ხო, ტრადიციული ადამიანია თქვენს მე არჩეული პიროვნება და მას უყვარს აი ესეთი მდგომარეობა ურთიერთობაში, რომ ქალს ქალის ადგილი უკავია, კაცის ადგილი უკავია და ასე თუ ისე ქალი ხართ და აი რაღაც ჩვენი მენტალიტეტი ხო საქართველოში რა არის, რომ ქალი მაინც ქალია. სუსტის სქესის წარმომადგენელია და უნდა იცოდეს თავისი ადგილი, თუნდაც ამ თემიდან გამომდინარე, რომ კაცი ურთიერთობაში არის წამყვანი, ხო და მიეცით ამ პიროვნებას, თუ გინდათ ეს პიროვნება, რა თქმა უნდა, თქვენ ცხოვრებაში, მიეცით ამ პიროვნებას იმის საშუალება და უფლება, რომ იყოს წამყვანი რგოლი ამ ურთიერთობაში თავისი ასე ვთქვათ, ასეთი დასტოინი ხასიათით, უკაცრავად სიტყვისთვის, მაგრამ სხვა სიტყვა ხა უცებ ვერ მომივიდა თავში, ანუ არ არის ცუდი ხასიათის პიროვნება, უბრალოდ არის ტრადიციების მოყვარული, რომელიც არაფერს არ ეთხოვს თქვენგან იმის გარდა, რომ იყოთ მომთმენი მეტად, არ იყოთ აფექტური და ცოტა არ იყოს თქვენი მემინდას იქით გაიხედოთ მის უნდასაც მიაქციოთ ყურადღებას, იმიტომ რომ რავი, აი აქ იცით როგორ თქოს თქვენ ხართ უფრო მძიმე, ვიდრე ეს პიროვნება, ვისაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ამ საჯარო გაშლას, ხო? ვინც უყურებს ამ საჯარო გაშლას, მე ვფიქრობ, რომ აი თქვენ ხართ ცოტა არ იყოს აუღებელი ხეკლდე ხასიათის პიროვნება, ნუ აი მასკულინურ ენერგიებში რომ მოდიხართ.
ხმლების მეფეში, ახლა თქვენ თვითონ ხო კარგად იცით რა ხასიათი გაქვთ, ხო და ეს თქვენთან შედარებით რბილია რა, ანუ არ ვიტყოდი რბილია, გისრულებთ უბრალოდ თავისი აი ესეთი სიმშვიდით, იცის არა, არც მოჩვენებითია, ესეთია ეს პიროვნება, ხო და აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობას რა თქმა უნდა აქვს პერსპექტივა, შეგიძლიათ და ღირს ამ პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელება მე უფრო რას ვიტყოდი, იცით, რომ თქვენს მე ჩაფიქრებულმა პიროვნებამ უფრო უნდა უყუროს ამ გაშლას ღირს თუ არა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება. ასე მომდის, რატომღაც და ნახეთ რა არის თქვენი ეს სიბრაზე, აი უცებ აფექტური მდგომარეობები, რაც გახასიათებს და ეს არ არის, თქვათ, ერთხელ და ორჯერ რომ მოხდება, სულ გახასიათებთ ეს უცებ ბრახ და შეგიძლიათ გაბრაზდეთ და გაგიჟდეთ და ამ მდგომარეობაში ჩავარდეთ. აი, იქნება თქვენთვის საბედისწეროდ გადამწყვეტი ამ ურთიერთობაში. ანუ მე იტყვით, რომ აი ამან ესე არ გააკეთა და რეალურად თქვენიდან მოდის ეს პრობლემა. იმიტომ რომ როგორც კაცი ის ვეღარ გითხოვთ მე პოზიციებს და აი როგორ არის ხო გენო ტრადიციების მოყვარულია არ გაგატანინებთ თქვენსაც რაც თქვენ გინდათ ამისთვის არ არის აუცილებელი მაინც და მაინც გიყრილოთ გიღრიალოთ როგორც ზოგმა კაცმა იცის ეს პიროვნება ძალიან მშვიდად ძალიან ლამაზად გისრულებთ და ზუსტად აი ამას გამოყავხართ მდგომარეობიდან და ზოგისთვის ნათქვამიც კი ექნება ამ პიროვნებებს ვიზეც უყურებთ ამ საჯარო გაშლას რომ რეალურად არ მოწონს ამ ადამიანს, როდესაც ქალი ამ დონეზე წამყვანია ურთიერთობაში და თუ კი რამეს გითმობთ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან ურთიერთობის დაანგრევა და დასრულება არ უნდა და კიდე გაძლევთ შანსებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, ეს შიშები, რაც თქვენ გაგაჩნიათ ამ პიროვნებასთან მიმართებაში და წყენები, რაც გაქვთ დაგროვილი მასთან მიმართებაში, ეს არ არის არაფერი ისეთი თქვენიდან გამომდინარე, რაც თქვენ დაბრკოლებას გიქმნით ამ ურთიერთობაში, ხო? უბრალოდ თქვენი ხასიათი უნდა პრინციპში თქვენივე ხასიათის გეშინიათ ამ ურთიერთობაში, რომ ერთხელაც არ იყოს თქვენი ხასიათის გამო ეს პიროვნება არ ადგეს და არ წავიდეს. აი ამის გეშინიათ თქვენ, კი ბატონო. და ამ პიროვნებას რაც აქვს თქვენთან მიმართებაში შიშები არ უნდა თქვენი დაკარგვა და უკვე თქვენი ხასიათი იმდენად რთულია ამისთვის, რომ აი მომავალში რა იქნება უკვე იმას ფიქრობს. აი როგორ გამოადგებით ამ პიროვნებას პიროფანტიდან გამომდინარე, ხო, მომავალში უფრო სტაბილურ ცხოვრებაში, რასაც ქვია, თქვათ, ოჯახი, ხო? აი ამაზეც ფიქრობს და შიშები აქვს, რომ აი რა იქნება მომავალში, თუ ეს ახლა ასეთ რაღაცებს ისტერიკებს მიმართავს, მე რაღაც გააკეთებს, ხო? ეს რა თქმა უნდა ასეთი მამაკაცები, რომლებიც არიან ტრადიციულები, ადათ-წესების მიმდევრები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამას იფიქრებენ. ასეთი კაცებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ისე, რომ პატივისცეთ მათ შეხედულებებს, თუმცა არც არის ისეთი პიროვნება, რომ რამე დაგაძალოთ, ხო? ანუ უბრალოდ ერთ-ერთი რასაც ითხოვს თქვენგან ეს არის ისე, ცოტა მეტი სიმშვიდე გქონდეთ ხასიათში, ცოტა დაასტაბილუროთ თქვენი ხასიათი, თუნდაც ის რომ ისტერიკებს ნუ მართავთ და ასე შემდეგ და აი სულ ეს არის რაც ახლა ამოვიდა ამ ურთიერთობაში დიდად სხვა არაფერი, ხო? ანუ მიეცით ამ პიროვნებას იყოს წამყვანი ამ ურთიერთობაში პენტაკლების მეფიდან გამომდინარე და შეძლოს რომ როგორც უნდა თავის გრძნობები იმ დონეზე გამოამჟღავნოს, იმიტომ რომ თქვენი ხასიათით ამ პიროვნებას არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ თავის გრძნობები ამოაფრქვიოს და დაგიდოთ რა, აი ესე დადგეს და ეს სავსე ესე ხელი აი ესე მოგართვათ, იმიტომ რომ თქვენ იმდენად რთული ხასიათი გაქვთ, რომ ამ ადამიანს სურვილს უკრობთ ამისას, არა და დიდად სურვილი აქვს ამ ყველაფრის ამ პიროვნებას. რაღაც ასე მგონია რომ გალანტური ტიპია ეს პიროვნება, რაღაცა ესეთი პეწიანი და გალანტური რაღაცა უფრო მომდის, რომ რაღაცა აი როგორ ენერგიებში აიეროფანტი ახლა ჩემთვის აქ იცით შეიძლება საერთოდ არ უხდებოდეს მისი მდგომარეობა ჰოროსკოპის მიხედვით ამ მის ყოფას, მაგრამ მგონია რომ უფრო ურთიერთობა უნდა გქონდეთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის მქონე პიროვნებებთან, იმიტომ რომ რაღაც ეგეთი ტიპია რა, ანუ აი ესეთი ადამიანი ჩანს რა. სულ ეს ყოლის თქო მე მსურდა ახლა ამ ეტაპზე ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ღირს თუ არა პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელება, თქვენთვის ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ გამოგადგებათ ეს პიროვნება თუნდაც იმისთვის, რომ თქვენი აი რაღაცნაირად თქვენი ხასიათი შეცვალოს თუნდაც ამ პიროვნებამ და ცდილობს კიდევაც შეცვალოს, კარგად იცით თქვენ. და თქვენი შიშები მასთან მიმართებაში რომ კიდევ რამდენხანს გაუძლებს ეს თქვენ ასეთ ყოფას, როცა მშვიდდებით და წნარდებით, კარგად ხვდებით. კიდევაც რომ აი როდამდე გამიძლებს ეს მე ნამდვილად ასეა და ეს შიშები რაც გაქვთ, ნამდვილად სჯობს რომ რაღაცნაირად
ამ შიშებიდან გამომდინარე, მაინც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და რისთვის აკეთებთ. აი, უბრალოდ შარიანი პიროვნება ხართ, ასე გეტყვით. სულ ეს არის, რაც მე მინდოდა მეთქვა დღევანდელი გააშლიდან გამომდინარე თქვენს ურთიერთობაზე ღირს თუ არა გაგრძელება. ერთობ გეტყვით, რომ ღირს, იმიტომ რომ ეს პიროვნება ძალიან კარგი პიროვნება ჩანს ამ გააშლიდან გამომდინარე. თქვენ მიწურებთ ამ გაშლას მეტად გისურვებთ სიმშვიდეს, გონების სიმშვიდეს, გულის სიმშვიდეს, ურთიერთობაში სიმშვიდეს, რომ შეძლოთ ეს ურთიერთობა გააგრძელოთ ზუსტად იმ რაკურსით, რა რაკურსით თქვენ გსურთ და ამ პიროვნებასაც ამბულად სურს თქვენთან ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ითმეს, ჯერჯერობით ითმეს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ უნდა თქვენთან ურთიერთობა აი ამ კვერთხების პაჟიდან გამომდინარე, გინდა ურთიერთობა, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ასე ვთქვათ, რაღაც კამათები და ჩხუბები იყოს, მაინც ორივეს გინდათ ერთმანეთი, ხო და ასე ვთქვათ, გისურვებთ ურთიერთგაგებას, ურთიერთპატივისცემას, სიმშვიდეს ურთიერთობაში. და გულწრფელობას კიდე ერთმანეთთან მიმართებაში. კარგად გრძანდებოდეთ და გემშვიდობებით. დედა რა არის?